მაგრამ ეხლა კი ხდებოდა ეს სოფლის ერთი პატარა შენობა ის სოფეს არ ნაკურდეს რომ თავშეყრის ამბავზე ხალხი მივიდნენ და სიტყვა თქვა. შილო ამბულატორია დვაში ეს უკვე ერთი წაბალი რო კიდე სადამე რო კვდებოდეს წაბალი რო იყიდე ეხლა ცოტა ხანში ერთი პატარა რაღაცა ცოტა ხანში თქვენს გეყოლებათ ექიმი აქ სოფელში რეკუპერდები და ჩვენი ხელიანება რო არა და მე რო იძახით რომ მთავრობა არაფერს არ გიკეთებს, წინა მთავრობა რას გიკეთებდა? 20 ლარიანი საწავს გაზლებდნენ და დამთავრებული იყო საკითხი და 640 ლარიანი დახმარება მოხდეს ბეკაი ადამიანებო, ეხლა იძახით რომ არ გიხმარება არაფერს მთავრობა. ის მოხნეზე არა ვარ. მაგას არა ვარ. მაგას არ ვიძახ. 640 ლარიანი დახმარება გაიკეთეს. გზა გაგიკეთეს. გაზი ფიქსირებას გიკეთებენ. აბა გაზი დამთავრდება. რას ქვია ქალბატონო, ყველა სახლამდე მოყვანილია და როგორ რას ქვია დამთავრდება? უნახო არ გადაიყრებოდა მკერდად. მილიონობით ფული იდება თქვენ სიკეთის გულისაო თქვენ მოიხმაროთ. თუ გინდათ რომ არ დაინახოთ და განახვის განახვა არ გინდათ, აბა მაგის თქმა როგორ შეიძლება რომ მთავრობა არ გეხმარება არაფერს. რომელმა მთავრობა მოგიხსნა დახმარება ახლა გეკითხები. ეხლა უხსნიაშვილი, ეგრე ერთი ძრო ხარუყას ადამიანსა და ერთი ტელევიზორი. რომელს მოგეხსნათ ახლა? რომელს მოგეხსნათ ახლა ამ მთავრობის დროს? ეხლა მოგეხსნა ზუსტად ეხლა. რომელს მოგეხსნათ გეკითხები? და ჩამოგითვალო ოჯახი. კი ბატონო, მაინტერესებს რომელს ჯაფიაშვილი გელას მოეხსნა. შეგენია ეს მოეხსნა. როდის მოეხსნა? ეხლა ერთინად. მიზეზი რა? მიზეზი რა ტელევიზორი აქვს და ერთი 140 ლარიანი და რაფია სარეცხის მანქანა მაგ გულფინ მოუხსნა. ძრო ხარყა ისო. ეხლა ჩვენა რას მივეჩვით, იცი? ჩვენს მაგივრად სხვა რო აკეთოს ყველაფერი. არა. აი მაგას მივეჩვით. მოდი ის მოვითხოვოთ ჩვენა რომ რაღაცა ან კეთილდღეობა მოგვიტანოს ან იმ დახმარებამ რაც არის გაზიფიცირებამ იმ გზამ იმ წყალმა იმან კეთილდღეობა რომ მოდის თქვენამდე სახელმწიფო ის არ შეუძლია ყველას ყველა ერთდროულად დაეხმაროს და ყველაფერი ერთდროულად გააკეთოს. ეს არის ქალბატონო გასაგებია ალბათ მიზეზი ეხლა როდის ჩამოვიდეს შენ სამართლოდ მოგეხსნათ და ის ქალბატონი ვინც არის სამართლოდ მოეხსნა არსებობს ფონდები რითიც შეიძლება ის სამართალი უნდა დაველოდოთ ეხლა ეგრე არ არის მოეხსნა და მაინც და მაინც თავრობისკენ დავიშვა. როცა რო შეხვიდნენ რომ უყურეს უნდა დაუნიშნო დახმარება, სოციალური დახმარება. არ ქონდა 15 კაცს. და იმ 15 კაცს რო დანიშნო და 15 კაცს კი არა 50 კაცს მოეხსნა სოფლიდან. და დაჟებეც. მართალია არჩევნებამდე. არავის აღარ აქვს ისა სოციალური დახმარება. დახმარება. ერთი მაგრამ ყველას მოასწრეს. როგორ შეიძლება? ვინ შეგვიძლია თქვენ? დეკლარაციები ვინ შეგვიძლია? ვინ გეკითხებით? თავრობა, აი ვინ? არა, თავრობა albათ სანამ არჩევნები სალამ მომავალი თავრობა იყო, მაგრამ შეგვიძლია. ლა ისი დუანში არ გიჩევავსეთ დეკლარაციები და ორცნები. ვინა, რომელი უშუალოდ რომელი შეგვიძლია გეკითხებით? რომელი თავრობა იყო მოსული თქვენთან და რომელმა თავრობამ გითხრათ რომ უშუალოდ სულ დაგენიშნება. იყო რომ ამობდამი დეკლარაცია. იყო, გამოკრული იყო სოფელში. გამოკრული იყო სოფელში რომ მოდი ახლა რაზე ჩვენა მარტო რაღაცას ვიძახით და ვერც ვასაბუთებთ, ვერც ვამტკიცებთ რომ ვიღაცა გეკითხებით პიროვნულად თუ მთავრობის წარმომადგენელი რომელიმე იყო მოსული. თქვენთან და თავრობის წარმომადგენელი გამოკრული იყო. ბატონო ზაზა, რა შუაშია თავრობის წარმომადგენელი, როცა რომ გამოკრული იყო განცხადება და გამოკრული რა იყო, აბა გეკითხებით ახლა მაშინ მაგაზე გამოს. სულ ყველას დაგენიშნებათ მომბძანდით და სულ ყველას დვალის არა, ეგრე ვიაც არ აქვს დახმარება ეგეთი რამე გამოკრული არა ყოფილა. სულ ყველანი ხელმეორედ უნდა მისულიყავით, გაგეყენებინათ ეს საკითხი, ვისაც დანიშნული არ აქონდა და ინდივიდუალურად განხილვიულიყო. განხილ ერთი წუთი დამამთავრებელი განხილვის გარეშე არავის არ დაენიშნება სოციალური დახმარება. ხო, არ არსებობს ეგეთი რაღაცა ინდივიდუალურად ეხლა ეგრე ხელის მოსმით რომ იძახით რომ თავრობიდან იყვნენ და გვითხრეს უნდა გეკითხები და პასუხს ვერ ამცეთ. იყო გამოკრული. გამოკრული იყო კი ბატონო რომ მისულიყავით ინდივიდუალურად სულ ყველანი და შევსებულიყო ერთი წუთი დავამთავროთ ეხლა ესე გამოძახილებით ვერც მე გავიგე. ერთი წუთი აი მოусმინოთ და მე ველაპარაკობ ყველა თავისი მოძებნა. გამოკრული იყო რომ მისულიყავით ინდივიდუალურად შეგევსოთ. ის ბლანკებია თუ რაც არის შეგევსოთ. და აქედან მოსულიყო თქვენთან აგენტი, შეემოწმებინეთ და იმის მიხედვით თუ ვინმე იყავით დარჩენილები აგენტებს მეშვეობით იმ ფულების მეშვეობით რაც ინიშნება დანიშნულიყო ის. რო დაენიშნა, ხო არის იმ კატეგორიის ხალხი რომელსაც დაენიშნა. მარტო იმაზე რომ ამახვილებთ ყურადღებას რომ მოეხსნა, მიზეზი ხო უნდა ვიკითხოთ რატომ მოეხსნა. არა ვიძახით რომ მოეხსნა, კი ბატონო.
ნეტა ღმერთმა სულ ყველანი მოგვასწროს იმ დროს არავის არ აქონდეს ეს სოციალური დახმარება და იმის საშუალება ქონდეს რომ აქეთ დავეხმაროთ სახელმწიფოს. ხო ეს უფრო უკეთესი ვარიანტია. ბატონო. ხო და მიზეს ვიძახით რომ მოგვეხსნა და მიზეს არ ვიძახი რატომ მოგვეხსნა? რატო ალბათ იმიტომ მოგვეხსნა ის ოჯახი გამოკეთდა ფინანსურად უფრო უკეთესი სიტუაცია აქვს. აგერ ქალბატონი იძახდა რომ შენაძენი აქვს მაცივარი აქვს, სარეცხის მანქანა აქვს, ტელევიზორი აქვს. ეს ხო წინსვლაა. გეკითხებით, არა, ასე იგი, ოჯახში არც მაცივარი უნდა ქონდეს, არც სარეცხი მანქანა უნდა ქონდეს, არც ტელევიზორი. ყველაფერი უნდა ქონდეს, მაგრამ იმ ყველაფერთან ერთად კი არ უნდა მოითხოვროს, გინდა თუ არა სოციალური დახმარებაც უნდა ქონდეს. ესე ხო არ არის, არა? იზახი რომ ყველაფერი უნდა ქონდეს და თან სოციალური დახმარებაც უნდა ქონდეს. 15 სოფელი გვაქვს საზღვრისპირა სოფლებად რაც ითვლება. ხო. 15-ვე სოფელში ანალოგიურად თქვენზე უარესი მდგომარეობა არის თუ თქვენნაირი არა. თქვენზე უარესი მდგომარეობა. ჩვენ როგორც კონფლიქტის ზონა, ასე 15 სოფელი გვაქვს, ქალბატონო, კონფლიქტის ზონა. 15 ჩამოგითვალოთ სოფლები გინდა? იცი რა, სანამ არჩევნები იქნებოდა, მანამდე აი მე გეკითხებით ეხლა. არა, გამოგზანდით დეკლარაციაში ავსეთ, დაითვლებოდა ქულები, მაგრამ ნიშნულობა არ ექნებოდა, მაინც მოგვეცემოდა. ეს არავინ არ შეავსეთ. სადზე წერა რომელ დეკლარაციაში? შეავსეთ, ჩემნაირი. არა, მოიცა ეხლა ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. რა ეხლა ინფორმაცია საიდან აქონდა? ოფიციალურად იყო მოსული. ვინ გამოგიკრათ ეს ინფორმაცია? საიდან აქ? ვიშია? ბატონო ზაზა. ბატონო ზაზა, ელჩუთი. არა, ის წერია, როგორ აწერი გა. კრებას უატარებს ადმინისტრაცია ატარებს. ბატონო ზაზა. არ არის ეგრე ხლა ქალბატონო რა. თქვენ ეხლა ინფორმაცია გქონდა და ვიღაცამ მეზობელმა გითხრათ რაღაცა ინფორმაცია მოგცათ, იმას არ ანიშნავს, რომ ეს მთავრობიდან წამოსული იყო. ბატონო ზაზა, ერთი წუთი დამამთავრებინე ხლა რა. ხო, კაი, დამთავრდა. ორივეს ხო ვერ დაგილაპარაკებთ, გავცე ამომწურავი პასუხი და მერე თქვენ დაგილაპარაკებთ. კი ბატონო. ის ინფორმაცია რა თქვენამდე იყო მოსული, მე იმიტომ გეკითხებით ეხლა, სწორად გამიგეთ, რომ მინდა, მე თვითონაც მინდა გავიგო, მე არა მაქვს ეს ინფორმაცია როგორც რაიონის ხელმძღვანელს. არ მოსულა ჩემამდე ესეთი რაღაცა, რომ განურჩევლად სულ ყველას უნდა დაენიშნოს საზღვრისპირა სოფლებს. არ აყოფილი ესეთი რაღაცა და თქვენ ვინ გითხრათ, თუ მეტყვით მე მოვიკითხავ კიდე. არა, გეუბნებით, მაგისაც მოვიკითხავ მე პირადად, დავინტერესდები. გავიგე, გასაგებია, ქალბატონო, დვანში შეავსეთ, მაგრამ ის დვანში რო შეავსეთ თქვენ დეკლარაციები, იმ დეკლარაციების მერე აგენტები უნდა მოსულიყო თქვენთან და უნდა გადამოწყვეტ. იყვნენ, მოვიდნენ, მაგრამ არავის არ დანიშნია. დადიოდნენ. აქ საერთოდ სოფელში არავის არ დანიშნია. სოციალური დასამაგეს კი არ დაინიშნა, უარესად მოეხსნა. უარესობას მოეხსნა. მოდი, შენ ხო იქ იყავ. არსებობს ქულათა თვლა, არსებობს. ვიცით რო ეგრეა ყო. არსებობს და იმ ქულების მიხედვით თითოეული ბატონო, მაგრამ მომისმენთ ხა ძალიან ნათლილი იყო ქალბატონო. ძალიან მოგიტყუდეთ გეტყვით. ვინ გითხრათ, გეკითხებით. ის დარჩენილები ვინც იყო მასე სოციალური დაუწყებლები, რატო აიყვანეს ბაში, რატო შეავსებდნენ, ხო იქიჭე და იყავ. რატო არ ეუბნებით ეს რომ. აგენტები ის არ უარდა იმას რა. ჩვენ თვითონ უთხარ ხო იტყობ. ვინ დაწერა? არა. ვინ ის იყო ნოე რაკურობით ამოვიდნენ ეგ. დანდებოდა ხა და იმან თქვა რომ ეს როგორც გაჭირებული. ვინ არის ბატონი ნოე? ის ეგ არის სოციალური უზრუნველყოფის დირექტორი არის თბილისში. თბილისის საერთოდ. რა თქვა მე რა არის? რომ უნდა დაუნიშნოთ ამ ხალხს. სულ ვის არის დარჩენილი? თქვენიდან იყო ის ამათი დვალის გამგეობიდან იყო გამოყრული აგენ აი, იქ იყო გამოყრული ის აი, მოდი ახლა ეს რაღაცაში შევთანხმდით. შენ ბატონი ნოეს 16 ოჯახი კოორდინატები იცი? 56 დღეს მოუწდეს. გავიგე ფონი. გაიგე, მოდი მომაწოდე და მე თქვენთან დასწრებით და სოფელთან დასწრებით იმ ბატონ ნოეს მოვკითხავ. ჩემ ხელმძღვანელობასაც ჩავაყენებ უშუალოდ საქმის გულში და მოვკითხავთ ერთად რატო არ დაინიშნა ამ ხალხს. ეს ჩვენამდე არ მოსულ ესეთი რაღაც. ეგ ადრე სანამ თქვენი ადამიანს სანამ მე ვიქნებოდი მანამ იყო. აი მოდი ახლა ერთ განიდან იყო ჩასულები რომელიღაცა გადაცემაში ტელევიზიაში. პირდაპირ იყო რომ წინათაურობამ დაუნიშნა მე აქ რო ეს თაურობა. არა, მოდი რაღაცა მოხსნეს და მაგაზე იყო დაუდა. ამოვიდნენ იმშენდა და ყველა შეფიქრა. მე გეტყვი ახლა გენაცვალე მან რა იყო რა. მე გეტყვი წინა მთავრობიდან იყო უშუალოდ თარიღი მითითებული, რომელ რიცხვამდე უნდა ყოფილიყო ამ მოსახლეობაზე სოციალური დახმარება.
რომელ რა კატეგორიასაც დაენიშნა, ის იყო დაწერილი, რომელ რიცხვამდე უნდა ყოფილიყო. ის რიცხვი მოვიდა და მოეხსნა ხალხს. მე დავიხსნა ხალხს, დაიწყო ხალხმა ჩივილი და პროფო წამოვიდნენ. კი ბატონო. ხალხმა ჩივილი რო დაიწყო, ჩვენ გვანში არ არსებობს, რომ საკითხები რაღაცა სერიოზული მიდიოდეს და მთავრობა საქმის კურსში არ იყოს. მოსულითაც ალბათ წინა მთავრობაში არც არავის არ უნახია ამდენჯერ მოსული და წასული, რაც ეს მთავრობა ჩამოვიდა და რადონითაც ეს ჩამოვიდა. რამდენი მინისტრი ჩამოსულა გვანში. აქედან გამომდინარე, სერგეენკოც იყო, ბატონი სერგეენკოც იყო, ჯანდაცვის მინისტრი. ჩოლოთვის დაქვემდებარებაშიც არის სოციალური სამსახური. თუ როდისმე გეკითხებით მინისტრს, თუ როდისმე უთქვია თქვენთან დასწრებით, თქვენთვის რომ განურჩევლად უყველას დაგენიშნე. მინისტრი შეიძლება მაგთემაზე არ ლაპარაკო. თქვენ მაშინ იმ ილაპარაკა გენაცვალე. მოდი. მოადგილე კარიკად ბატონო, მე გელაპარაკე. მოვიდა და ხალხმა ეხლა. ვინ მოვიდა? ვინ? აგერა გეუბნევათ ვიცი რა ვისი ის ბატონი აიყვანა დარჩენილი ხალხი და ყველა შეკვდა რომ განურჩევლად დაგენიშნება ხალხმა გავიგონეთ არა ვარ საქმის ყურში, კი ბატონო, აი ახლა გავიგე მე რომ ბატონი ნუე ზანდებოდა აქ და შექმნილდათ რაღაცას. მე ჯანდაცვის მინისტრს დავუყენებ ამ საკითხს და მოვიკითხა ვინ ბატონ ნოესაც. მე რაც ინფორმაცია მაქვს და მინისტრის ბრძანდებოდა ორჯერ იყო ჩამოსული. ერთხელ სამედიცინო დახმარებაც გააკეთეს ჯგუფური, იცით ალბათ ბრძანდებოდით. იქაც ინტერვიუ მისცა იმ ადამიანმა. მინისტრმა მისცა ინტერვიუ 100 ჟურნალისტი იყო ალბათ და 1000 მოქალაქე თქვენი სოფლებიდან. იმ მინისტრმა მისცა რომ სულ ყველამ შეავსოს დეკლარაცია და სულ ყველა ინდივიდუალურად განიხილება. მე რაც ამაქვს ინფორმაცია. ეხლა არ ვიცი, იმიტომ გეკითხებოდით, მე ეხლა ცუდად ნუ გამიგეთ. იმიტომ გეკითხებოდით, რომ ვისგან წამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ მე იმასთან მივიდე და იმასთან მოვიძიო ეს ინფორმაცია, რომ ხალხს თუ შეპირდა, რატომ მოატყო. ამას გეუბნებით, ეხლა მე მინდა რომ თქვენ გვერდზე ვარ და მინდა რომ გეცოვნებოდა. კი გენაცვალე, არ ვიყავი ეხლა ეს ჩემი დანაშაული თუ არ არის, არ ვიყავი, არა. ჩვენ ეხლა ვიცი და რიცხვად შევახშეთ ქვეყანა მიწის და არ ჩვენო ვართ კულები, გავიგეთ რა შეგვიძლია. ზუსტად მაგას გეკითხებით. აი დღეს გავიგე მე რომ ბატონი ნუე შეგვირებია თქვენ განურჩევნად უყველას დაგენიშნებოდ. მე მოვიკითხავ ამ ყველაფერს. მინისტრის დონეზე მოვიკითხავ, მთავრობის დონეზე მოვიკითხავ, დავაყენებ. მე რო ეს ვცოდნოდა ორი დღის წინ მქონდა სამშაბათს კომისიის ხდომა იყო, რომელზეც ჩვენ ვიყავით გამგებლები მიწვეულები, იმ კომისიის ხდომაზე დავაყენებდი ამ საკითხს. ეხლა ალბათ 18 რიცხვში გვაქვს ეს კომისიის ხდომა კიდე მე მგონი ჩანიშნული, თუ არ ვწდები, რიცხვი არ შემეშვალოს, 20 რიცხვამდე ყველა ვარიანტი უნდა გაიმართოს. ამ საკითხს დავაყენებ. თქვენ გულისწყრომას და გულისწყრომას დავაყენებ. მოვიკითხავ და პასუხს მოვიტყო. ვიყავით 25 ოჯახი რაღაცა დარჩენილი, ვისაც არ ამ რაღაცეებზე ხალხი იყო ხალხი ახსენებს. იგენაცვალე, ამ რაღაცეებზე რაღაცას რომ ვიძახით, უნდა ჩვენც დაკონკრეტება უნდა ვიცოდეთ ეხლა. მე არ ვიცოდეთ, კიდე გეუბნებით. გავიგე ეხლა თქვენგან რომ ბატონი ნუ ებრძანდებოდა და შეგვპირდათ, ამ დანაპირებს მოვიკითხავ. ან რატო შეგვპირდათ, ან თუ შეგვპირდათ, რატო არ დაგენიშნათ. არაფერი არ შეგვიმატია იმის შემდეგ ოჯახებში თუ ხოდა ვიღაცას 80,000 კულა მოვიდა 150,000 კულები მე დაპირგეთ ეხლა თქვენ ნუ დააკავშირებთ ხოლმე არჩევნებთან რაღაცას რა. ბატონო არ არის. მანამდე იყო და იმიტომ. კი ბატონო ეხლა მეც მანამდე ვარ. უკვე მეოთხე თავად თუ მეხუთე თავად თქვენ სოფელში ამ საკითხებზე მოსული. მეც მანამდე მოვედით ეხლა მე თუ ჯერ ეგერთი მე არ შეგჭირდებით არაფერს ისიც რასაც ვერ გავაკეთებ. რაც ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე ჩემ თავზე ვერ ავიდე, მაგრამ თუ რამე შეგპირდებით, იმას რო იტყვით, რომ არჩევნების გულით არჩევნები არაფერს უშუალო არ არის. არა, მე გამიქრე. არჩევნების წინ მოვიდა, მოგვატყუა და მე აღარავინ მოვიდაო. თქვენი სიტყვები არ არის კაცო. მაშინ რაც იმას ვიმეორე. ეგრე გამო. რეაგერეთ ხა არჩევნები. მარტო მე კი არ ვიძახე ამას, ყველა იძახ. არც პენსიონერი მყავს სახლში, არც დასაქმებული არა ვარ არაფრითა. არც ჩემი მეუღლე, არც ჩემი შვილი, არც მე. და აი რით არც დახმარება არ მაქვს. მიხარო და ის თუნდაც ის არც რაღაცა ყოფილიყო. მეც გამეხარდა და მიხარო და მაგრამ მე თქვენი მდგომარეობა ძალიან კარგად მესმის, მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებდა, მე მგონი არც საწყენად არაფერი მithქვი, არც თქვენთვის და არც არაფერი. მე მაინტერესებდა. მე ხომ თქვით რომ რაღაცით დაგეხმაროთ როგორც რაიონის გემთმარე. მე ხომ უნდა ვიცოდე ადრესატი ვინ არის, ვისთან მივიდე. თუ თქვენ არ მითხარეთ და დამიმალეთ და ერთმანეთს უყურეთ, ხო უნდა ვიცოდე. კი ბატონო, მე მოვიძიებ ამ საკითხს დავინტერესდე. ჩვენ შეიძლება არც გვარი ვიცოდეთ, არც სახელი, მაგრამ იმიტომ შევეკითხეთ, წარმომადგენელი იქ იყო და იცოდა რომ უნდა თქვენთან მოიყვნენ სამჯერ შევიდა. თქვენთან მოიყვნენ ეხლა აღარა ყოფილა რაც მომიხსნეს მესამეთა. წელიწად ვერ ვაძებ.
ეხლა ეს სამი თვია რაც მომიხსენს თუ რა ვიცი რამდენი თვია მახსოვსული აღარ მახსოვს რის გულით მომიხსენს ჩემი საფკარი აი ეხლავე და შენ დაგმა ნაკოთები არა გაგემზარა და იმ არც ის მაინტერესებს იქ რო გააკეთო და ჩემი საკუთარი ფული დახარჯო რაღაც რომელიც გიდა იყო გიდა ის თავრობამ გააკეთა ის ხიდი არ ვიდა ჩვენა ხიდი არ სოფლის ვიდა საქმეთან უკაკეთე შენი ხიდი მარის მასოფელში არა ცხოვრობ ჩვენა ბიჭო მე ის ფული მე მეცხომე თავრობის არა მე თორმე თავრობის სოფელში ყო საუბრობა მე სოფლის მაცხოვრებელი იმასაც ხვეყნი ვა შენ ერთეული უნდა გამოიყენო კაცო ერთეული რა არის უმრავლესობით რო გადაწყვიტოთ ხალხო 100 კაცი ზედაში 100 კაცი ყველა სუნდარია მაგრამ ვინ სოფლის საქმე უკაკეთე ორივე საკითხი დადგება ის აკიდე როგორც თავდანდა სოფლის საერთო ფულს და ნახევარ სოფლის არ უნდა გაკეთო მაგრამ საქმე რა ვიცი ვალდებულია. არა, აი მე გეკითხები შენა, სად უნდა წავიდეს ის 15,000 ლარი? რავი, რავი, რაი ხოუნად რა შენ გამოიყენე მე გამოიყენე. ხო და რა გაკეთდეს? რავი, და ბრაც გინდა გააკეთე. როგორ რა? მაგაზე ფენასით რა უნდა საერთოდ ყველამ გამოიყო და მე თანახმაურს ნება. ისა, რაც უნდა გაკეთო კაცი საქმე ვერ გავიგე. აბა. ადრეც ხო შენი ფუტული რო წაიღო ხიდმად მაგოდა არაფერი არ გაკეთე შენი ფუტული არ გაკეთე შენი ფული რა გაკეთე თავრობ ფული ხიდმად მორიცხული და უმებიც გააყოლეს კარაც მაშინაც ამოგება მე მასწავლე გააკეთა სოფლის ფული კაპიტალს ასულა იქ თავრობ დაკეთებული თქვენი ერთი ვარიანტია რომ საბანკეტო დარბაზი გაკეთდეს მეორე ვარიანტია რომ ხიდი გაკეთდეს მაგრამ უნდა დააფიქსო აი პირდაპირ თუ გეყოფათ თუ გინდა მესამე პროექტის დაიწყო არ არის